ჩვენ ეს არ გვაწყობს. ჩვენ გვაწყობს ოჯახი. მართლმადიდებელი, ქრისტიანი, ამღზრდელი და გამწვრთნელი ქართველი ადამიანებისა, რომელიც თავის სიცოცხლეს, უძვირფასეს სიცოცხლეს, აი მე თქვენ გითხარით, რომ მიხახელაშვილმა კარგად იცოდა სიცოცხლეს რა ფასი ჰქონდა, მაგრამ სიცოცხლე დასდო თავისუფლებისთვის. ილიამ იცოდა სიცოცხლის ფასი. აი ნახეთ მაგის ნაწერები და რამხელას იქით იხედება სიცოცხლისთვის. დასდო სიცოცხლე თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის. ბევრმა ვაჟკაცმა ქართველმა იცოდა თავის სიცოცხლის ფასი და დადო ქვეყნისთვის და ქრისტესთვის. მე-20 საუკუნეში მერაბმაც იცოდა სიცოცხლის ფასი და ზვიადმაც იცოდა სიცოცხლის ფასი. ორივემ დადო თავის სიცოცხლე, ერთმა ბორითთან და მეორე ჯიხადკარში. დადო ერისთვის და თავისუფლებისთვის. მაგრამ შენ ეხლა თქვათ ხორცით თქმობით შეითქმოდა თან ეროვნული იდეოლოგიას აღიარებ და ქრისტიანობას აღიარებ, ეს ასე არ არის. ამიტომ ეგ საბუდარი, რომელიც ჩვენ გვაქვს ცოდვისა, ეგ უნდა რაღაცა რომ ამოვაგდოთ მაგიდან და უარი უნდა უთხრათ კოსმოპოლიტისთაც, უარი უნდა უთხრათ ვარსკვლავ რიცხველებსაც, ხო და გვერდისთავიაო თუ რაცა კიბუაო და მერკულიო და რაცა უკეთურება, უარი უნდა უთხრათ სექტანტებსაც. იმიტომ რომ ამათმა ჩვენ წაგვართვეს ბევრი ქართველები. ქართველი კაცი რო კათოლიკობის გამო ფრანგი ვარო იძახო და ეს ყველაზე დიდი ცოდვა იყო და ეს გადააგვარა აი ამ დინებამ. იმ უბედურმა დინებამ, რომელსაც დაპყრობილი ქვეყანა ჰქვიოდა. რომელსაც, როდესაც თქვათ ოსმალეთის იმპერიაში იყო, მერე თუ გინდა რუსეთის იმპერიაში იყო, მერე თუ გინდა სპარსეთის იმპერიაში იყო, მერე ამ კომუნისტების იმპერიაში იყო. ახლა კიდე ეს ევროამერიკული იმპერიაში ვართ და კაცმა არ იცის რომ ეს ევროპა ამერიკული იმპერია რას გვიზამს. და ვინც დინებას მიყვება ამით სექტანტობით, კათოლიკობით, მონოფიზიტობით, ახმადიანობით, იოღოველობით, კრიშნებით, რა ვიცი, ანტიქრისტეს მეყობა. ჩვენ ეს უნდა ვიცოდეთ და უნდა გავიღვიძოთ აქ და უნდა უთხრათ ვარი ამ ჩვენი გონებიდანა, ჩვენი გულიდანა და ჩვენი სხეულიდანა. ჩვენ არ გვაწყობს არც ბაპტისტობა, არც პროტესტანტობა, არც ლუთერანობა და არც ანგლიკანობა და არც ეშმაკების მოძრაობა. ამათ ჩვენ გვაქვს ნათლობაში ფორმულა, ფუიეში, უნდა დაუძახოთ და ჩვენ წავიდეთ ჩვენ გზაზე.